რა თანხები იხარჯება ნაციონალების პიარზე საქართველოში. სააკაშვილი აშენებს ქვეყანას. ეს სლოგანია გამოტანილი არქიტექტურულ ჟურნალზე, რომელიც 102,000 ლარი დაჯდა. ეს არის პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი კიდევ ერთი ძვირადღირებული სარეკლამო ხარჯი, რომლის ეფექტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. წლების განმავლობაში სააკაშვილი თავს იწონებდა უცხოურ მედიაში გამოქვეყნებული სარეკლამო სტატიებით, რომელიც რა თანხა უჯდებოდა ბიუჯეტს უცნობია. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამ თემაზე კვლავ დუმილს ინარჩუნებს. რიყეზე განთავსებული თეატრი, იუსტიციის სახლები, სარფის საბაჟო, არასრული ჩამონათვალია იმ პროექტებისა, რომელიც ჟურნალ მარკის მაისის ნომერში მოხვდა. გარეკანზე საქართველოს თემისა და სლოგანის სააკაშვილი აშენებს ქვეყანას განთავსება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდს 102,450 ლარი დაუჯდა. საპარლამენტო უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხის ხარჯვის საკითხი შესწავლას მოითხოვს. უშროების საბჭოდან დაახლოებით 20 მილიონ ლარზე მეტი არის გასული სააკაშვილის და ნაციონალურ მოძრაობის პიარზე. ეს თანხები უზარმაზარი კოლოსალური თანხები არის დახარჯული ევროპაში და ამერიკაში. ადრეთუბიან დარწმუნებული ვარ, საქართველოს ხელისუფლება, ახალი ხელისუფლება დაინტერესდება იმით, სად და რაში დაიხარჯა ეს 21 მილიონი და არა მარტო ის 150,000. წლების განმავლობაში უცხოურ მედიაში ყოფილი ხელისუფლების დაკვეთით არაერთი ძვირადღირებული რეკლამა ქვეყნდებოდა. პიარის სპეციალისტები კი ამბობენ, რომ არ არსებობს კვლევა, რომელიც ამ რეკლამების ეფექტიანობას დაადასტურებდა. Თუკი დავითვლით ჩვენ რეალურ შედეგებს, მოხდა თუ არა ამ ფინანსური რესურსების ხარჯვის შედეგად, ნებისმიერი წინსვლა, დარგობრივი შედეგი ასე დავარქვათ ჩვენ. ალბათ ნახავთ ჩვენ, რომ ეს დარგობრივი შედეგი მიღწეული არ იყო. საიას იურისტი სულხან მელაძე ამბობს, რომ სარეზერვო ფონდები წლების განმავლობაში გაუმჭვირვალე იყო, რაც კითხვის ნიშნებს აჩენს. ამდენად ჩვენ ცნობილია სამწუხაროდ ამ ტიპის ინფორმაცია და ამ ტიპის გათვლა ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში არავის არ ჩაუტარებია და არ შედეგებზე არ უმრჩევლია არავის. მეორე პრობლემა რაც აქ არის, ასევე არის ის, რომ სამწუხაროდ მოქმედი კანონმდებლობა იძლევა იმის საშუალებას, რომ სარეზერვო ფონდებიდან თანხები გამოიყოს იმ ტიპის ხარჯებსა და ფინანსებადაც კი, რომელიც შესაძლებელია სარეზერვო ფონდის პირდაპირ მიზანს არ უნდა წარმოადგენდეს. ნაციონალურ მოძრაობაში თანხების ხარჯვას აუცილებლობით ხსნიან. მე ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროდ მიმაჩნია ქვეყნის პროპაგანდირება და რეკლამირება, ოღონდ რეკლამირების ფორმაზე და გემოვნებაზე არ დაობენ. პრეზიდენტი როგორც მას მიაჩნდა, სწორად ისე აკეთებდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციას წლების განმავლობაში გახარჯულ სარეკლამო თანხასა და შედეგებზე საუბარი არ სურს. მარტო გასულ წელს Financial Times-ში, Wall Street-ში და Economist-ში გამოქვეყნებული ერთგვერდიანი რეკლამა 1,200,000 ლარზე მეტი დაჯდა. რა თანხაა გადახდილი რეკლამებში CNN-ზე, BBC-ზე და სხვა ცნობილ არხებზე უცნობია.